ბათუმში ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო, რომლის ფარგლებში საჯარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით ზრუნველობა მოკლებული მოზარდებისთვის გონიო აფსაროსის ციხეში საგანმანათლებლო და კულტურული ტური მოეწყო. ბათუმის ბავშვთა სახლის აღსაზრდელება გონიოს ციხის არქეოლოგიური მუზეუმი დაათვალიერეს. მოგვიანებით კი ისტორიული ძეგლების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი ნახეს. დასვენ ზრუნველობა მოკლებულ და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებმა კინოთეატრ აპოლოში ანიმაციური ფილმი მეფე ლომი ნახეს. კვირეული 20 აპრილამდე გაგრძელდება და ამ დროის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებაა დაგეგმილი. კვირეულში ბავშვთა სახლების აღსაზრდელების გარდა სტუდენტები და საჯარო სკოლების მოსწავლეებიც ჩაერთვებიან. მიყვარს მაგარი კინოები. მენა ძალიან. და ერთ კინოში ვიღებდი მონაწილეობას, მაგრამ გააჩერეს. ის თქები მომეწონა და ის კაპიკები ყინაში. ის კაპიკები მომეწონა. ძალიან ხმასი და მადლობა ქაიო მომიყვანე. კულტურული შემეცნებითი ტური გაგრძელდება 20 აპრილის ჩათვლით, უკვე ხულო, ქედა, შუახევის, ხალვაჩაურის, ქობულეთის მუნიციპალიტეტების სკოლების მოსწავლეებისათვის. მათი ახალგაზრდების ჩართვა ასეთ ღონისძიებებში მნიშვნელოვანია, ეს ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. სოციალური უნარჩვევების ათვისება, საზოგადოებაში ქცევის წესების ათვისება, ადამიანებთან ურთიერთობა, ყველაზე მთავარი ეს არის ცხოვრებაში და განსაკუთრებით სიხარულს გულისხმობთ.